მოგესალმებით მეგობრებო, ეს არის ბროების მორიგი ეპიზოდი და დღეს ვიმყოფებით აჭარაში. კონკრეტულად ვარ ჩაქვში ამ წამს, ვართ Dreamland ოაზისში, ულამაზესი გარემოა, ულამაზესი ადგილია. მადლობა Soso Around the World და Travelflies, რომ აი აქ ვართ, ეს მათი დამსახურებაა და ასევე კიდევ ერთი მადლობა. Whitebit არ მახსოვს. Whitebit Georgia-ს, რომელიც არის ევროპაში უდიდესი ცენტრალიზებული კრიპტობირჟის Whitebit Global-ის სანდო პარტნიორი საქართველოში. ჩვენ ვიწყებთ თამაშს და თავარი რაღაცა არის. ამ ვიდეოში გამარჯვებული მიიღებს 1000 ლარს Whitebit-ისგან, ამიტომ ბიჭებო, უნდა დავკლათ ერთმანეთს. უნდა მოვინდომოთ ძალიან. 1000 ლარის გამო ნახოთ ახლა ვინ რაზეა წამოსული. ნახოთ. ხვიჩა კვარაცხელია. გია სურამელაშვილი. ხვიჩა კვარაცხელია. რომელიც ცნობილ ადამიანს მოიწვევდი ბროებში. გავიმეორებ თუ ვერ გაიგეთ, რომელიც ცნობილ ადამიანს მოიწვევდი ბროებშიო. მგონი არ გონი ძალიან მარტივად მივიდივარ. ატო მაიქთი წუთი, ერთი წუთი. ძალიან მაგარია, ბიჭო, ანუ ხალხო. რა მაგარ ლაივებს იღებს თვითონ, ხო, ვიდეოებს, საკუთარ თავს გელაპარაკება, ვითომ ლაივში გოა და ვიღაცას ესაუბრება. აი ეგ ბროებში წარმოიდგინე. გეყოფა, გათიშე, როყვირის ან ჯერ გვაქვს ამ თემაზე ნალაპარაკებ. ჩვენ ვოცნებთ ხვიჩა კვარაცხელის მოწვევაზე, და მზად ვართ რომ ჩავიდეთ საფრანგეთში და იქაც გადავიღოთ. ყველგან ჩავალთ, ოღონდ ჩავწეროთ და ამას არა, ხვიჩა ძალიან მაგარია, რა თქმა უნდა, მაგრამ ხვიჩა არის სერიოზულად ძალიან მაგარი და გიაზე იღადავებ კონტენტია რა. კი, კონტენტია ძმა. წარმოიდგინე ესე მოშიშვლებული მკერდით რო გვიყვირის. ეხლა იცი როგორი თემა არის? კონტენტის თემაში სურამელაშვილი აქ რო იჯდეს, ბაზარი არა, მაგრამ ბევრად უკეთესი იქნებოდა, ხო? ვიზე ბევრად უკეთესი. არა, ბევრად უკეთესია. ბევრად უფრო სახალისო იქნებოდა, ვიდრე ხვიჩასთან სერიოზული საუბრები იქნება და ასე შემდეგ. ხვიჩასთანაც ვიგადავებთ რაღაც. კი, მაგრამ აი გიასთან უიხალისებ. სხვა რა უნდა სერიოზულად ხო არ კითხავ რამეს. 3, 2, 1, კოსტა. კოსტა, შეხო იყავ იმპოსტერ. ვარა. რაიქ შენი. ჩემი კითხვა იყო, რომელი ქართველი გაღიზიანებს ყველაზე მეტად. და ტიპმა რაღაცა უნდა მოვიწვიოთო, კონტენტი მაგარი არისო. მოკლედ, თქვენ ჩვენი არხის გამოწერა არ დაგავიწყდეთ, არ აქვს მნიშვნელობას, დავგვიყურებთ, ეს YouTube იქნება, TikTok-ი თუ სად. ერთი წამი უნდა გამოგვიწერეთ, თუ გისწორდებათ და ჩვენც ვეცდებით, ოდესმე ან ხვიჩა ან გია მოვიწვიოთ. უფრო ხვიჩა. იმედი. ბრდღნა. ჭიჭყინა. შეჩემა. რომელი ქართული სიტყვა არ მოგწონს? რომელი ქართული სიტყვა არ მოგწონსო? მე მგონია რომ ჭიჭყინა რატო არ მოგწონს? ან შეჩემა. შეჩემა კიდევ მესმის რატო არ მოსწონს ამ ჭიჭყინა მე იმიტომ ცოტა სხვა რაღაცის დაწერა მინდოდა, მაგრამ ფორმატში არ ჯდება. და შეჩემა რატო არ მოგწონს მაგ ფარასექს? აი რაღაცნაირი სიტყვა. მოკლედ შეჩემა დიდად არ მომწონს, იმიტომ რომ პირველი სიტყვა იყო, არ ვიცოდი ამის მნიშვნელობა რა იყო, ხო? ანუ პირველად გავიგე და მეთქი ვატო რა არის და გოგოებს ეძახი. ხო, მაგრამ ეხლა სულ გვეძახი, ანუ ძმაკაცები ერთმანეთში შეჩემა კი, მაგრამ არ მომწონს ეს სიტყვა, აი პირველი რაღაც შტაბეჭრება დამიტოვა. თუ იყენებ. იმიტომ რომ თქვენ იყენებთ. ნახე, ჩვენ შემოგტენა. ხო. შეხედე. კაი, ჭიჭყინაზე ვიტყვი რა. აი ჭიჭყინა რაღაცნაირი სიტყვა, ჭიჭყინა, აი რაღაც ბავშვზე იტყვიან და ჭყ რაღაცნაირი არის რა. აი პირველი გამახსენდა რა. მე რა შეხე ბრდღნას, მაგრამ მევასება ეგ სიტყვა. ბრდღნა რატო დავწერე, იცი? აი რაც კი რამე თანხმოვანი მოგვეპოვებოდა ქართულში, ყველა ერთად შევკარით. არ ვიცი, მე ძალიან ერთი ხმოვანია მარტო. რამოდენიმე ბევრი გვაქვს ეგეთი, გამოთქმა არია ბრდღნა. ყველას ახსოვს ალბათ შუა ქალაქში როცა ამბობს ირაკლი ბრდღნა იქნება, ხო? მანჩესტერის ბრდღნა იქნებაო დღესო. და ჩემი გუნდია მანჩესტერი, მაგრამ რას ვიზამთ? არა, ძალიან კაი. აი მე შეჩემა მგონია, იმიტომ რომ აი ჯერ ერთი სულ მომმართავ მასე, შენც მე მომმართავ, მე შენ მოგმართავ გიოს. გიხარე, მე სხვა სიტყვა მინდოდა რომ დამეწერა, მაგრამ პროსტა ფორმატში არ ჯდება. და ისეთი სიტყვა ავარჩია რომ ლაითი იყოს და უბრალოდ იმ კატეგორიაში ცოტა და გავიდეს, თორე ცოტა სხვა კატეგორიის სიტყვა მინდოდა. ჩვენ არა, სერიოზულად გინდა. ჩვენ ამ წამს ვართ აჭარაში და რას ფიქრობ? აქ თუ არის რამე ისეთი სიტყვა, რაც აი არ მოსწონს, აქ ყველა კუთხეს ხო ქაღას თავისი აკაურის, კუთხური სიტყვა. კუთხური სიტყვა რა. იცით რამე ეგეთი? აუ მე არ მომწონს არა, მაგრამ ბავშვობაში პირველად რო გავიგე, ძალიან დიდი ხანი სხვა აზრით მეგონა. აქ მიმართვა ქალის მიმართ არის ცავ. არ ვიცოდი. კი, ბევრჯერ გამიგია ბავშვობაში და ცავს რო იძახდნენ, ეს ვც წესიერად არ მესმოდა და სულ ცაზე მეგონა ლაპარაკი და აი
ვერ ხვდებოდი რა ხდება. საინტერესო არის ეს ქალი მე რაღაცა. ვიცი იმას რომ ეძახიან ბავშვებს როგორც მეგრულად ისე ეძახიან. ბაღანა. აბარტლა? ხა, ბაღანას ვერ განეძახიან. ხო, აი რა ვიცი. აჭარაში გავიდე პირველად. და 3 2 1 მიშა. მე ვიყავ იმპოსტერი. შენი ყავი? კი. კოჩა. აბა რა, შენი კითხვა რა იყო? ჩემი კითხვა იყო, რომელი ქართული სიტყვა გამოითქმის რთულად. ბრდღნა არ გამოითქმის. ბიჭო, ანუ რთული იმიტომ დავწერე, რომ მართლა ბევრი თანხმოვანი მიყოლებითაა და პირველი ეგ გამახსენდა რა. თქვენ კი არ დაგავიწყდეთ ჩვენი არხის გამოწერა. TikTok-ზე, YouTube-ზე არ აქვს მნიშვნელობა, გამოგვიწერეთ ერთი წამი უნდა ზუსტად და ძალიან გაგვახარეთ. და ბარემ დაალაიქ. და ბარე მოიწონეთ ხო. ვიზა. ინტერნეტი. AI. რა არ მოგწონს თანამედროვე მსოფლიოში ყველაზე მეტად? მე ავხსნი. მეც ავხსნი ძალიან კარგად. AI არის ისეთი რაღაც, რაც ყველაზე მეტად მომწონს თანამედროვე სოფლიოში და ყველაზე მეტად არ მომწონს თან. იმიტომ რომ უამრავი დადებით ყოველდღე ვიყენებ და დღეში 10 ჯერ ვიყენებ. ბევრი რაღაცის, აი თუნდაც კონტენტის მოსაფიქრებლა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, მაგრამ ვიდეოებს რო ვუყურებ AI-ის მიერ შექმნილს, გენერირებულს, საშინელება, ანუ რეალობისგან ვერ გაარჩევ და ну, ჩვენს თაობას განსაკუთრებით ბევრი ფილმი აქვს მაგისი ნანახი. Skynet-ი გინდა, Ultron-ი გინდა. მე რობოტი ან მოკლედ რა, მიხვდით ალბათ საითაც მიყავს საუბარი და ერთ-ერთი ყველაზე საშიში რაღაც შეიძლება გახდეს, პოტენციურად არის. ამიტომ ყველაზე მეტად არ მომწონს, მაგრამ თან ყველაზე მეტად მომწონს. და Google Veo 3-იც რო ნახავთ ვიდეოები, აი შეგეშინდება უბრალოდ. ვიდეოებს რო ვუყურებ ვერ ვარ, მაგაზე ჩავწერე კიდევაც რო საშინელი. მოდი მე ცოტა ზოგადისკენ წავედი, ინტერნეტი დავწერე. უბრალოდ პირველი ისი რა ფიქრი მქონდა, ინტერნეტი რადგან დავწერე. აი რაღაც კავშირი, მესენჯერი, დაკავშირება, აი რაც ადამიანური ურთიერთობები გაქვს, მე მაგკუთხით წავედი რა და პირველი აი ამას ვფიქრობდი რა ტელეფონი მინდოდა დამეწერა, მაგრამ დავწერე საბოლოოში ინტერნეტი, იმიტომ რომ მესენჯერი ხა ტელეფონთან აფშუაში არ არის, შეიძლება PC-ში წერდე ან ლეპტოპზე არ აქვს მნიშვნელობა. მოკლედ და ამიტომ წავედი ინტერნეტის გამო და მეორე თემა ის იყო რომ აი ძალიან დამოკიდებულები გავხდით აი ამ მოწყობილობებზე და ინტერნეტის გამო გავხდით დამოკიდებული მოწყობილობები. ჩემი ეგ იყო. შენ Mastercard-ი მოგწონს უფრო ხო? არა, ვიზას გულისხმობ. ვიცი რა ვიზაც გულისხმობ. ვიზა გულისხმობ, რომ სავიზო რეჟიმს გულისხმობ. მაცა გამოგონება რა შუაში არის? რომელი გამოგონება არ მოგწონს? ვიზა რა გამოგონება არის? აბა რა არის? ადამიანის გამოგონებული არ არის? აი ეგრე ადამიანის გამოგონებული. არ შეუქმნია ვიზები. ვერც არ შეუქმნია, ბაზარი არ არის, მაგრამ ანუ ჩვენი გამოგონებული არის ვიზა, რომ ანუ სავიზო რეჟიმები რო გვაქვს და ანუ არ თავისუფლება საერთოდ არ არსებობს. ანუ შენ გინდა რომ ჩრდილოეთ კორეასთან უვიზო მიმოსვლა გქონდეს? ყველგან გქონდეს. თუ მინდა, უნდა ჩავიდე. 3 2 1 მიშა რა თქმა უნდა. არა, არ ვიყავი. შენ იყავი ესე იგი. მე არ ვიყავი. მეც მე ვიყავი. კითხვა რა იყო? კითხვა რა იყო? მე ვიყავი იმპოსტერი. ხო და შეჩემა. ეხა გამახსენდა. თავი კითხვა რა იყო? რა არ მოგწონს სოფლიოში? და მე მეწერა რა მოგწონს თანამედროვე სოფლიოშიო. ინტერნეტი რანაირად ვერ მიხდით. ხო ბიჭო, ეხა ისთან მაქვს საქმე. გადავეც რა იყო. იმდენად შევყევი ამას, იმდენად შევყევი რომ დავიჯერე რომ რა არ მოგწონს და ინტერნეტი არ მომწონს. ამ დროს ინტერნეტი მომწონს. აი მე ეგრევე ყველაზე მაგარი გამოგონებაა. დავიცი. და იცი შენ ბრალია. პირველად წამს აი ასე ხელი დაგადე და ეგ ვიდეოში. შენი ბრალია ძმაო რა ვიზა, ცოტა ისე დაგეწერა. ვიზა არის ჩემთვის არის მნიშვნელოვანი, ყველაზე მნიშვნელოვანი ხელი გაწირე. ყველაზე მნიშვნელოვანი არის თავისუფლება და თავისუფლება თავისუფლება მხოლოდ მთებშია. მოკლედ არქი გამოიწერეთ, სადაც გვიყურებ TikTok, YouTube არ აქვს მნიშვნელობა. ზუგდიდი, თბილისი, ბათუმი. საქართველოს რომელ ქალაქშია გულშემატკივრობის კულტურა ყველაზე განვითარებული? საქართველოს რომელ ქალაქში არის და გულშემატკივრობის კულტურა ყველაზე განვითარებულიო? თბილისია ყველაზე განვითარებული ჩემი ღრმა რწმენით. შენი ღრმა რწმენით არ ვიცი, მაგრამ მე ვერ დაგითანხმები, იმიტომ რომ აქ გულისხმობ მე უმაღლესი ლიგის თემაში წავედი, ახლა ნაკრები ბაზარი არ არის. მეც უმაღლეს ლიგის თემაში წავედი, ძირითადად. უმაღლეს ლიგაში რეგიონებში უფრო მეტი ადამიანი დადის და გულშემატკივრობს, აი თუნდაც ბათუმი რო თქვა აგერ მიშა. თან ახალი სტადიონი დაიწყო. ახალი სტადიონი აქვს, ძალიან მაგარი სტადიონია, ძალიან მომწონს და ძალიან ანუ დასაწყისში უფრო მეტი ადამიანი დადიოდა ბათუმში, როცა ახალი სტადიონი იყო. და მაშინ ხვიჩა და ზურიკო და მოკლედ. არა, ახალს დადი საკმარისად. კარგი, მაგრამ მე ვიტყვი, გულშემატკივრობის კულტურა, ანუ ფან კულტურა თბილისში დაიწყო დინამო თბილისით. პირველი რაღაცა ულტრასები, პირველი ფან კლუბი, კომაგები, ასე შემდეგ და დღემდე გასული თამაშებზე სხვა ქვეყანაშიც კი დინამო თბილისს მიყვებიან. და კულტურა, ფან კულტურა. რა გასული თამაში მიყვებიან მაქსიმუმ 3 თანამშრომელი გაყვეს რა. რა თანამშრომელი მე გადავედი. ვინ მიყვ ჯერ სათამაშობენ ეხა
ქართული გუნდები აი მაქსიმუმ შესარჩევზე ითამაშონ კვალიფიკაციაზე. არა, ვეთანხმები, კოსტას ვეთანხმები. ყვებია რა სულელესი ძახი. მეც თვილი ფანსექტორი ერთი წუთი დავამთავრებ. ფანსექტორი იმის დინამოს თამაშზე არასდროს არ გინახავს გასული თამაშზე. ბიჭო 10-15 კაცია მაქსიმუმ და ისიც დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრი აი შიდა წრიდან არის. შიდა წრიდან არა, ფანები მიდიან ხოლმე თავიანთი ჯიბის ან თავიანთი ჯიბიდან იხდი. ზუგდიდი იმიტომ დავწერე რომ ზუგდელი ვარ და ბავშვობაში მახსოვს ბაიამ გლების თამაშზე რამდენი ადამიანი დადიოდა სამ სტადიონს დაგვიგრევდნენ და ძალიან მაგარი იყო იქ ყველაფერი და ძალიან მაგარი გარემო იყო და ნეტავ ეგეთი სტადიონი აიშენებინა ჩვენთანაც როგორიც აგერ ბათუმს აქვს მაგრამ დასვისდამთ. თან ახალ სტადიონზე მართლა ბევრი დადის. ძალიან მაგარი სტადიონი. ალიანს არენას მაგონებს გარედან ძალიან. ვეთანხმები მინივერსია ხო? მინივერსია. 3 2 1 გიორგი. მე არ ვიყავი მიშა იყო იმპოსტერი. ჩემი კითხვა იყო თბილისის გარდა რომელ ქალაქში იცხოვრებდია? ბათუმი ჩავწერე. ჯენიერი პასუხია. ძალიან მაგარია. თქვენ კი ჩვენი არხის გამოწერა არ დაგავიწყდეთ, არ აქვს მნიშვნელობა ბათუმში ხართ, ზუგდიდში ხართ, თბილისში თუ სად, ერთი წამი უნდა გამოგვიწერეთ და ძალიან გაგვახარით. და ბარემ ვიდეოს მოიწონით, რა ვიცი. ხო, და კომენტარიც დაწერეთ. და ბარემ ამ ვიდეოში არ მithkom. ზარის ღიელაკის გარაქტერები არ დაგავიწყდეთ. ნამდვილად. სელენა გომესი როგორ იწერება? ზ თუ ს? გომეზი. ბათუმი დაწერა ტიპა ინგლისურად და სელენა გომესი უნდა ქართულად რო დაწერო. გომესი თუ გომეზი? გომეზი ალბათ არ ვიცი. დაგუგლე შეჩერე. ქართულად ს, ქართულად ს, სელენა გომესია ხო? კა გომესი ხო. მეგან ფოქსი. ანჯელინა ჯოლი. სელენა გომესი. უცხოელი სელებრიტი, რომელსაც თინეიჯერობისას კრაშავდი. უცხოელი სელებრიტია, რომელსაც თინეიჯერობის ასაკში კრაშავდიო. სელენა გომესი იცით როდის რა იმაში? არ ვიცი. აბა საიდან თუ გამოიცნობთ? სერიალი იყო ეგეთი ჯადოქრები რაღაცა ხო ჰოლივუდში თუ რაღაცა. ხო, რაღაც დისნეიზე იყო სერიალი. და ეს იყო ერთ-ერთ მთავარი გმირი იყო ეს ამ სერიალში. ბავშვი იყო რაღაც ჯადოქრების ოჯახში იყო და მან არ ვიცი რამდენი წლის ვიყავი, მაგრამ აი სელენა გომეზზე ვგიჟდებოდი. ოკეი. მე ანჯელინა ჯოლი ავხსნა თუ არცაა საჭირო. არ ვიცი, კი ახსენე, აბა. კარგი, ავხსნი. თინეიჯერობის ასაკში? თინეიჯერობის კი ბავშვობიდან. ღრმა ბავშვობიდან და დღემდე და ალბათ სულ ესე იქნება ჩემი აზრით. ესეთი ასოციაცია მაქვს, როდესაც მესმის სიტყვა ლამაზი, ქალი, ანჯელინა ჯოლი მიდგას თვალწინ. პასტა რა გექნება პირველი რეაქცია? ახლა ვარ ჩაქვში რა და ანჯელინამ რო გამოიეროს, აი აგერ, აუსთან. აი რა რეაქცია გექნება? აუ, არ ვიცი, გავგიჟდები, ჭკუიდან გადა არა ადეკვატური ქცევები მექნება დიდი ალბათობით. მიხვიდოდი? აუცილებლად, აბა რა. მაგ შანსს არ გავუმაზავ. მე გიხარ რა უნდა უთხრა რა სამი. მე გეტყვი რას ვეტყოდი. ანუ შეიძლება მომეფიქრებინა ძალიან მაგარი ტექსტი, მაგრამ მივიდოდი და ბლუყონს დავიწყებდი. იცი რა უნდა გეთქვა? მიშვილეო უნდა გეთქვა. მაგან იმდენი იშვილა, შენს გიშვილებდა სამი. და კოსტა არ გამოიყურება ეგრე. შავკანიანი არ არის ხო? ხო. ერთი აქციკით არ საკეთ მე რა. მეგან ფოქსზე საერთოდ არ მიჩნდება კითხვა, დაჟე შენც რომ იყო იმპოსტერი, მკიდია, მეგან ფოქსი ტრანსფორმებში პრაიმში იყო რა, ძალიან მაგარი. მეც არ მიჩნდება, მაგრამ შენზე მეეჭვება სიმართლე. სელენა გომესია და ამდენი შეგაის, მეგანი შეგეძლო და მეგანი საერთოდ არ გამხსენებია თუ მართლა მეგანი სელენა გაგახსენდა და მეგანი. სელენა გომესი ბავშვობაში ბავშვია ვიყავ. მონიკა ბელუჩი არ გაგახსენდა ბავშვობაში და ის მონიკა ბელუჩი ვაფშე არ იყო ჩემი ქრაში ბავშვი. ცუდი ქალია ხო? არა, ცუდი არ არის, просто ბავშვობაში მე არც მაქვს ნანახი არაფერი, უფრო 15 წლის 3 2 1 მიშა. რა იყო შენი კითხვა ანუ? უცხოელი სელებრიტი, რომელსაც თინეიჯერობის ასაკში ვერ იტანდი. გოგო. ხო, ნუ სელენა არ მოგწონდა. და ახლა შემოგესევიან ჰეითერები და ჰეითერებს ვეთქვი რომ ვერ გავიხსენე. არა უშავს მიშა არ უყარდა, მაგრამ სელენა, მაგრამ თქვენ გამოიწერეთ ჩვენი არხი. ერთი წამი უნდა ზუსტად. ხო? და ვიდეო დავალაიქეთ. მოკლედ ახლა არის გადამწყვეტი რაუნდი და გადაწყდება ვინ მოიგებს 1000 ლარს. თუმცა გადამწყვეტ რაუნდში არის სუპერ რაუნდი და -3 არ იქნება, -2 იქნება, იმიტომ რომ კომენტარებში დაგვიწერეს და გავითვალისწინებთ ჩვენც. და -1 გვაქვს ჩვენ, -1 მე, შენ გვაქვს -3. მოკლედ მე მაქვს კამბექის შანსი რა. ხო, ეხა შენ თუ იმპოსტერი ხარ და მოიგე, ყველას -3 გვექნება და მე ვილაპარაკოთ. რამეს ვიზამთ? ცუნამი. ცუნამი? ერეკლე მეორე. ვარძია ან უფლის ციხე. კითხვა რა იყო? ვაჰ, რა პასუხებია. სამივე ხო არ ვარ. ჩვენი პროდიუსერის კითხვა მოვისმინოთ. მოვლენა, რომელზე გადაღებულ ფილმსაც სიამოვნებით ნახავთ. ოკეი. ჩვენი ერი, ძალიან კარგი. მე ერეკლე მეორე დავწერე, იმიტომ რომ გეორგიევსკის ტრაქტატი მინდოდა დამეწერა. მაგრამ ერეკლე მეორე დავწერე რა. და ჩემი საყვარელი მეფე არის ერეკლე მეორე, პატარა კახი და მინდა აი ამ პერიოდზე ფილმს ვიხილავდი დიდი სიამოვნებით. და ისეთი გადამწყვეტი მომენტი არის საქართველოს
ისტორიაში ალბათ ყველა დამეთანხმებით და აი საინტერესო იქნებოდა ამაზე ფილმის ნახვა რა. ერთ რაღაცას კითხავ. არ არის ამაზე ფილმი? მე არ ვიცი ეგეთი, არ არის როგორც ჩა. სამარცხვინოა. ხო სამარცხვინოა ხო რა არის. მაგრამ გეორგიევსკის ტრაქტატზე ფილმი რატო გინდოდა გენახა? იმიტომ რომ თქვი გადამწყვეტი მომენტი იყო. მე მეწერა 1121 რა, მაგრამ მე წავშალე ხა ხოსტვაჟ ლეტვის ხილვა, ოკეი, მე აი საინტერესო კუთხით იქნებოდა კარგი სანახავი, ანუ ბრძოლების კუთხით კი არა, აი როგორ მიიღო გადაწყვეტილება იქ საუბრები, რა შეიძლება მოხდარიყო, აი რაღაც მახსოვს სკოლაში ხშირად საუბრობდით ამაზე რა და მიდიოდა კამათი რა გადაწყვეტილება უნდა მიიღო ერეკლება. მაგრამ უფრო რაღაცა ესეთი ალბათ ნეგატიური ემოციების მქონე ფილმი იქნებოდა. თული საკურებელი იქნება. მარტივი ნამდვილად. ძიმე ფილმი იქნება. ისტორიაც რთული ქონდა. ისტორიას რთული ქონდა. ხო, კი, არა, მაგაში გეთანხმები, კი. კოსტა, ცუნამი რატო რა ცუნამი? ცუნამიზე ძალიან ბევრი ხო, ფილმია არის გადაღებული. ცუნამიზე იმდენი ფილმია. აი დაჟე 2012 რო არის ფილმი. ხო, დებილი ფილმია, დიდი არაფერი. მაგრამ ძალიან მევასება მაგის. ხო, გახსოვს კოსტა რა იყო? კი. კაიმეო. მოვლენა რომელზე გადაღებულ ფილმსაც სიამოვნებით ნახავ. იხილავდი რა, რამდენი ფილმი არსებობს? მოვლენა. ანუ ეს როგორი კითხვა იყო? რაზეც არ არის უკვე ფილმი. არა, არ ყოფილა ეგეთი კითხვა. მე ეგრე აღვიქვი არა. ხო, არ ყოფილა ეგეთი კითხვა, რომ მოვლენა რომელზეც გადაღებულ ფილმს ნახავდი სიამოვნებითო და არა მოვლენა, ისეთი მოვლენა რომელიც არ ყოფილა და გინდა რომ ფილმი გადაიღონ ან გამემს გავს. შენ ვარძია ან უფლისციხე რატო? ვარძია და უფლისციხე დავწერე, იმიტომ რომ სულ რამოდენიმეჯერ ვარ ნამყოფი ვარძიაშიც და უფლისციხეში. უფლისციხეშიც ძალიან ბევრჯერ ვარ ნამყოფი და გადაღებაზე ვიყავი სულ აი რა 3-ჯერ თუ 4-ჯერ ვიყავი. იმდენჯერ ვარ ნამყოფი და იმდენჯერ მაქვს ნათქვამი, თუნდაც მაგ უფლისციხეში რო ვიყავი, დირექტორისთვისაც მაქვს ნათქვამი მანდ რომ რანაირად არ არის ფილმი ან სერიალი გადაღებული ამ რაღაცაზე. იმიტომ რომ სასწაული რაღაცა არის ჯერ ერთი. რა არის სასწაული? ანუ ადგილი? ახლა ნამყოფი? არა, ნამყოფი ადგილზე ამბო? ხო, ადგილზე რატომ აშენეს? მე მოვლენა არა, ადგილია. მე? ადგილი, ანუ მან ხალხი ხო ცხოვრობდა? გავიგე რასაც მეფეები ცხოვრობდნენ ამ არა, ვიცი კი, მაგრამ შენ მაგრამ მოვლენა მაინტერესებს უფრო სწორად ფილმი არა, უფრო სერიალი მაინტერესებს. ამაზე ფილმს მაგრამ მაინც ადგილი გიწერია, რა ვიცი და რა მოვლენა, ანუ რაღაცა მოვლენა არ გიწერია, ადგილი გიწერია. მოვლენა ახლა შენს კაი ერეკლე მეორეც არ არის მოვლენა. ხო, ეს ვაფშე ადამიანია. просто მე მაინტერესებს აქ რა ხდებოდა. ანუ რატომ ააშენეს, ანუ ვარძიის ისტორია ხო იცი? ანუ ის კედელი საერთოდ არ არის ახლა. მოდი ხმის მისმენაზე გადავიდეთ. 3 2 1 მიშა. კოსტა და თხო შეცდომა არ მქონდეს დაშვებული. ჯანდაბა. კარგი, მე ვიყავი, კი, მე ვიყავი იმპოსტერი და რაც უნამი. რაც უნდა. ჩემი კითხვა იყო, მოვლენა რომელზე გადაღებული ფილმიც ყველაზე საშიში იქნებოდა. ახლა კი გადამწყვეტი მომენტი დადგა. მე და მიშას გვაქვს -1 და ვინ გახდება გამარჯვებული? თქვენ მოვდი არხი გამოიწერეთ და მოდი მიშა, ჯეირანი. მიდი. ეს გაწიე. ერთამდე? მოემზადე. არა, თუ 3-მდე. 1 იყოს, თუ 3? 1 იყოს, 1. ჯეირანი. ჯეირანი. გაიმარჯვა, გიორგი. მოიცა ისე 500 ლარი გაგვეყოლებდა. ბაზარი არა, მოკლედ 500 ჩაგირიცხავ და 500 კონდეს. ნაის. ჯიგულად დავიწყო პირველივე. იყოს ეგრე ხო. და კოსტა როცა, მაგრამ კოსტას არაფერი არ აქვს. კოსტას ვაჭმევთ. თქვენ კი ჩვენი არხი გამოიწერეთ. და ლაიქეთ და კოსტა ჭამა ვანახოთ კოსტასი? კომენტარი თუ რაღაც რას ღილა კი არ დაგავიწყეთ ეგ შენი ფრაზა რა მე რატომ უნდა ვთქვა ზარის გააქტიურება არ დაგავიწყდა.